ვინ უფრო ახლოს მოხვდა ინაუგურაციის ტრანსლაციის ეკრანთან, ვინ ვისთან და სად შეძლო ფოტოს გადაღება. ოპოზიციას მტკიცებულებების მოძიება უჭირს იმ შემართების დასადასტურებლად, რითაც ვაშინგტონში გაფრინდნენ, რომ ამერიკის 47-მე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვეულთა შორის იყვნენ. ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებით იყო დაკავებული სალომე ზურაბიშვილიც. მარიამ ქართველიშვილი გიამბობთ პოლიტიკური ბლეფის შესახებ. სალომე ზურაბიშვილი კაპიტოლიუმის ფოიეში, გიორგი ვაშაძე სპორტულ არენაზე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ქუჩაში. ოპოზიციის და მათი პრეზიდენტის დაანონსებული ინაუგურაციის მოსაწვევები მთავარ ღონისძიებას ვერ გაწვდა. ერთკვირიანი პროპაგანდა თითქოს ტრამპის ადმინისტრაციამ წლის მთავარ ღონისძიებაზე ქართული ოპოზიცია ოფიციალურად მიიწვია პოლიტიკური ბლეფი აღმოჩნდა. ოპოზიციას რესურსი ზურაბიშვილისთვის კაპიტოლიუმში ეკრანის წინ მობილიზებაში იყო. თავად ზურაბიშვილმა გეგმა ზედმიწევნით შეასრულა. მაშინ, როდესაც ყველა ინაუგურაციის დასრულების შემდეგ მისალმებისთვის გამოსულ ტრამპს უსმენდა, ის აალიფს კაპიტოლიუმის მისაღებში ყოფნის ამსახველი ფოტო მასალით იქმნიდა. შოუს სპეცეფექტებით გაფორმება გიორგი ვაშაძემაც ითავა ტრამპის ასობით მხარდამჭერის მსგავსად სპორტული არენის მეორე სართულიდან ვიდეო მიმართვა ჩაწერა. მთავარი გზავნილი კაპიტოლიუმიდან შორს, თუმცა ვაშაძე ვაშინგტონშია. სალამი ამერიკიდან, ვაშინგტონიდან ვიმყოფები დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე. სანახაობა სახელწოდებით ქართული ოპოზიცია ტრამპის ინაუგურაციაზე. ფინალი ეს ფოტოა. გაირკვა, რომ ხაზარაძე ჯაფარიძეს მოსაწვევი კაპიტოლიუმთან მისასვლელ ქუჩაზე დგომას ითვალისწინებდა. ჩვენ აქ ვართ, 20-ში ვესწრებით ინაუგურაციას პრეზიდენტ ტრამპის, 20-ში იქიდან მოგაწვდით იმ კადრებს, რომელიც ძალიან ახლოდან იქნება ჩვენს მიერ აღებული. მძიმე დღის ბოლოს ოპოზიციამ საკუთარი ლიდერისგან ნუგეში მიიღო. მაკკეინის სტიპენდიანტი ოპოზიციის მხარდამჭერებთან ერთად პარალელურ რეალობას საკუთარ თავსაც აჯერებს. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ შევძელი და დავესწარი დღეს ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას. მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს, მოითხოვეთ მოსაწვევი და ნახავთ მოსაწვევში რაც ტრამპის ეზო ეწერა. ვაშინგტონში მყოფების ფიასკოს გამართლება თბილისში დარჩენილებმა სცადეს. ტრამპ მოძულეთა ბანაკიდან ტრამპის მხარდამჭერებამდე გზა უპრინციპობაზე გადის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უპრინციპოების გაერთიანებამ საზოგადოებაში ნდობა საბოლოოდ დაკარგა. ეს რა ღრიანცელი აქვთ ატეხილი და თავს ერთგულ ტრამპისტება დასაღებენ, გინდა ნაცები და გინდაც მათი დანამატები ზურაბიშვილის ჩათვლით. მოდი ერთი მოვითხოვოთ ყველასგან ხმამაღლა და ცალსახად დაგმონ მათ მიერვე სულ ახლახან ტრამპის როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება და არჩევნების შედეგებზე რუსეთის გავლენების შესახებ გაკეთებული განცხადებები. პირადი შეურაცხყოფა. ოპოზიცია რასაც ცდილობდა იყო ერთგვარი სპეციფიკების შექმნას და იმის მტკიცებას, რომ ვითომც ნამდვილად რამე ოფიციალური მოწვევა ჰქონდათ, რეალურად ოფიციალური მოწვევა თეთრი სახლისგან არც ერთ დიდ ლიდერს, ასე ვთქვათ, და ევროპაში მით უმეტეს არც ერთ ლიდერს არ მიუღია გარდა იტალიის პრემიერ-მინისტრისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა, გარეთ გავენ რაღაც შოუებს, გარეთ ხელოვნურად თუ ამ შოუების საშუალებით არწმუნებენ საკუთარ მოსახლეობას, რომ რამეს წარმოადგენენ. სინამდვილეში ყველამ კარგად ნახა რას წარმოადგენენ. აღარ გამოუვიდა მათ შორის სპექტაკლის დადგმაც კი, იმიტომ რომ ჩავიდნენ ამერიკაში, ზოგმა ტელევიზორამდე მიაღწია ზურაბიშვილის სახით, ზოგმა შენობამდე მიაღწია და ზოგი ბუჩქებთან დარჩა. ეს ისიც იმ ფონზე, ოდესაც შესყიდული აქვს ეს ბილეთები. გამოგუნძულდებიან ეხლა და ჩამოვლენ აქ და რა თქმა უნდა ისტორიულ სანაგვეზე წავლენ. მაგრამ ეს ვერ მოხერხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს უკვე ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ოპოზიციის ხმაურიანი პროპაგანდა და ინაუგურაციაზე ოფიციალური სტატუსით მიწვეულების ფეიქ კამპანია დასრულებულია. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას ქართულმა ოპოზიციამ თბილისში დარჩენილი კოლეგების მსგავსად ბრტყელი ეკრანებიდან უყურა.